დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თამარ მეფის კუთვნილ ვანის 4 თავს რესტავრირებული ყდით წარმოადგენენ. პრეზენტაციაზე ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ხელნაწერი რამდენიმე საათით გამოიფინება და ნახოს საშუალება ექნება ყდის ძველი და ახალი მდგომარეობა ნახოს შეაფასოს შესრულებული სამუშაო. ვანის სახარება თამარ მეფისთვის მისივე დაკვეთით შეიქმნა და გაფორმების ხარისხითა და შესრულებით ერთ-ერთი უპირველესი და გამორჩეულია. ეს იყო თამარ მეფის პირადი ხელნაწერი, მისი სახარება, მისთვის გადაწერილი სპეციალურად კონსტანტინოპოლში, ქართველთა მონასტერში და შემდეგ ეს ხელნაწერი მოგვიანებით მოხვდა ვანში, ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიაში, საიდანაც მიიღო სახელწოდება და ვუწოდებთ დღეს ამიტომ ვანის სახარებას. ეს სახარება მადლობა ღმერთს ძალიან კარგად არის შემორჩენილი, მაგრამ მისი ყდა იყო ძალიან დაზიანებული. ვანის სახარებას ბლოკის დაუშლელად გამოიცხალა ყდა, რომელიც გაკეთებული იყო 70-იან წლებში. იმ დროისთვის არის სწორედ შერჩეული მეთოდის გამო ყდა ლითონის საკეტები აზიანებდა ვანის სახარების ეტრატის ფურცლებს, გამოვცვალეთ თითბერის შესაკრავებით და შევცვალეთ ვერცხლის ლითონით.